სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტფრენები დილიდან ჩაერთნენ. იზოლირებულ მოსახლეობასთან საკვები და მედიკამენტები ახლა სწორედ ვერტფრენებით მიაქვთ. ადგილებს, სადაც თოვლის მაღალი საფარის გამო მძიმე ტექნიკა ამ დრომდე ვერ მიდის, საპოლიციო ძალები დრონებით ათვალიერებენ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და მცირეწლოვანი ბავშვები კი უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. ადგილზე იმყოფებიან ჯარისკაცებიც და სამხედრო მედიკოსებიც, რომლებიც მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევენ. რაც საჭიროება მოითხოვდა შესძლების დაგვარად რეაგირება იყო. მე პირადად ეხა ორი შვილი მყავს და არ შევქნია იმის პრობლემა, რომ ამ საკვების ხრივ ან წამლების ხრივ ყველანაირად გვერდში დამიდგენა. დენის გვაქვს, გაზის გვაქვს, სასმელი გვაქვს, საჭმელი გვაქვს, ამფერავინ ჯაღა მიგვაგდება რამე და იწვინდება ინტენსიურად რომ დაიწყო წმენდა გზების, ქუჩების უყურადღებოდ არ ყოფილა ქალაქი. ცენტრში ვცხოვრობ, აგერ არც გაზი გათიშულა, არც დენი, წყალიც ერთი დღე იყო რაღაც შეფერხება, გზაც იწმინდება შეძლების დაგვარად. ვამყარებთ კომუნიკაციას ჩვენს მოქალაქეებთან, კავშირზე ვართ მათთან მუდმივად. და ოპერატიულად ხდება რეაგირება მათ საჭიროებებზე. აქტიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის აღდგენითი სამუშაოები. გურიის რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია, თუმცა რეგიონში თოვამ იკლო და პროგნოზით საიმედოა. ინტენსიური სამუშაოების შედეგად უმეტეს სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია. დასახლებების უმრავლესობაში აღდგენილია ელექტრო და გაზ მომარაგება. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თბილისიდან გაგზავნილი 140 ტონა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები გურიის სამივე მუნიციპალიტეტზე უკვე გადანაწილდა. აბსოლუტურად ყველა ინციდენტზე მუნიციპალიტეტები შესაბამისი მაშველების, სამხედროების, რომლებიც არნახულ სამუშაოს ასრულებენ, ხდება რეაგირება, ვცდილობთ რომ მივიდეთ აბსოლუტურად ყველასთან. რაც შეეხება მოსახლეობას, რომლებიც შარჩენილი იყვნენ სოფლებში, ამასთან დაკავშირებით მთავრობის მხარდაჭერით მივიღეთ უკვე 5500-ზე მეტი კალათა, თითოეული ოჯახისთვის გათვალისწინებული, ასევე დღეს მივიღეთ ბატონი ვანო ჩხარტიშვილის მიერ გამოგზავნილი 500 კალათა. კვლავ შეწყვეტილია სწავლა. პროცესის დროულად აღსადგენად შესაბამისი სამსახურების სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმებს ამოწმებენ. ადგილზე იმყოფება განათლების მინისტრიც. ვაგრძელებთ აქტიურად სასკოლო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს. ვნახულობთ თითოეულ სკოლაში, სადაც დღეს არის საშუალება მისვლის, რა აქვს დაზიანებული სტიქიას. 4 მარტს იმედი გვაქვს, რომ სასწავლო პროცესი აღსდგება და აი იმ დროისთვის, რომ ყველა სკოლა იყოს მზად სასწავლო უსაფრთხო გარემოში სასწავლო პროცესის გაგრძელებისთვის. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაშიც, სადაც თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს. ცენტრალური გზების გაწმენდასთან ერთად ხელვაჩაურსა და ქობულეთში თითქმის ყველა აბონენტს ელექტროენერგია, გაზი და წყალი უკვე სრულად მიეწოდება. იწვინდება გზა, გაზი, წყალი, დენი არის ნორმალურად იმ ფარგლებში, რომელიც მოეწოდება. ტექნიკა მუშაობს, შუქი გვაქვს, გაზი გვაქვს, წყალი გვაქვს, საჭმელი სასმელი გვაქვს. ძალიან მაღალია თოვლის საფარი. უჭირს ტექნიკას ვერ ადის სოფელში, შეძლები დაგვარა კი მუშაობს. ელექტროენერგიის მიწოდების საკითხში რჩებოდა 700 ოჯახი, დღეს უკვე 500 ოჯახამდე დავიდა, 219 ოჯახს არ მიეწოდება ბუნებრივი აერი, თუმცა შესაბამისი ბრიგადები აქტიურად მუშაობს. ამ დროისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის. სალიკვიდაციო სამუშაოების ბოლო ეტაპებს გადიან ბათუმში, სადაც ვითარება უკვე სტაბილურია. აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, აღმოფხვრილია ელექტროენერგიისა და გაზ მომარაგების პრობლემებიც. ამ ეტაპისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 27 სამარშრუტო ხაზიდან 15 ხაზი გახსნილი არის. სხვადასხვა სახურავებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო 36 ოჯახი ქირით თავშესაფარში ან უსაფრთხო ადგილზე ყავს გაყვანილი. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთშიც, სადაც 45 სოფლამდე მისასვლელი გზა უკვე სრულად გაიწმინდა. შედარებით რთული ვითარებაა ბანში, ხარაგაულში და ზესტაფონში, სადაც თოვლის საფარიც მაღალია და აბონენტთა ნაწილს არც ელექტროენერგია მიეწოდება. დიდ თოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად იმერეთში უკვე ჩავიდა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები. პრობლემები რა შინათლე არ ყო დამკვიდრ გომორჯოს მე თვარდო უსვენებიან ამის ტრაქტორი გუშინ წინ ტრაქტორი დღეს ტრაქტორი მეტი რა ქრან უგზოობა ქონდა ცოტა ხნით და ეგ იყო და სხვა ყველაფერი დენი გვაქვს, სამსავარია, გაზი გვაქვს, ახლა გზაც
გასუფთავდა ველა შეტყობინებას, რეაგირებას ვაკეთებთ. ეს შეეხება საკვე პროდუქტს, მედიკამენტებს ან ავადმყოფის გადაყვანას. სტიქიის ეპიცენტრებში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საკოორდინაციო შტაბი და ენერგოპროჯორჯიას თანამშრომლები. თუმცა ელექტროენერგიის სრულად აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება. გზებთან დაკავშირებული პრობლემები რჩება მაღალმთიანი სოფლების ნაწილშიც.